ორბანი ამიტომ სულ კონტროლზეა, ალბათ მრავალი არხით. ერთ-ერთი არხის შესახებ რამდენიმე კვირის წინ მოგიყევით. მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, PSB-ს ნაზარდით გამობრძმედილი კადრი. 3 წელია ბუდაპეშტში ცხოვრობს. ეპარქიაც არ აქვს. წირვით წირავს პრაღაში, როცა მოეხასიათება. ძირითად საქმეთ კი ქცეული აქვს სიმპათიურ მაწველებთან ურთიერთობა და ამას თავად მოწმე ლაპარაკობს და ბიზნესი. Прожив с ним под одной крышей и наблюдая за ним. წელიწად ნახევარი ვიცხოვრე მასთან და დავინახე, რომ რწმენა და ეკლესია მისთვის მხოლოდ ბიზნესია. Церковь для него это просто как бизнес считается. Иварён начал ко мне домогаться сексуально. ჩემი სექსუალური შევიწროება რომ დაიწყო პოლიციაში ვიჩივლე. ბუდაპეშტის პოლიციაში ახლაცაა აღძრული საქმე. Иварёна уголовное дело в Будапеште. ეს ტიქაროსანი, რომელიც ყოფილ მოძღვარს ამხელს, სრულწლოვანი მაინცაა. იმ ბიჭებისგან განსხვავებით, ვის სახელებით ჟოლტ სემიენის საქმე შეწერია. მაგრამ სემიენსა და ალფეევს საერთო უამრავი აქვთ და ამასაც გიყვებოდით ვაშე გადაცემის იმ გამოშვებაში. ალფეევი კარგი და სანდო შუაკაცია რუს ოლიგარქებსა და უნგრეთის მთავრობას შორის. მიაქვს ოლიგარქების ფული მეგობარ პოლიტიკოსებთან, მოაქვს უნგრეთის, ანუ ევროკავშირის პასპორტები და ბინადრობის მოწვევები რუსი ოლიგარქებისთვის. ამ მთავრობისგან. მიტროპოლიტმა და მისმა მოხუცმა დედამ გამონაკლის წესით თავადაც მიიღეს უნგრეთის მოქალაქეობა, დაჩქარებულად და კანონდარღვევით. ამობენ, რომ რუსის მიტროპოლიტი და უნგრელი ვიცე-პრემიერი სულ ცოტა თვეში ერთხელ მაინც ხვდებიან ერთმანეთს და სახელებსა და გვარებს განიხილავენ, ვის ბინადრობა, ვის პასპორტი, ვის სანქციების მოხსნაში დახმარება, შუამდგომლობა. სახელები კი დიდად ხმაურიანია. პიოტრ ავენი, პუმპიანსკი და სხვები, ძალიან დიდი ფული და ძალიან მაგარი სიახლოვე პუტინთან. ალფეევი გარკვეული პერიოდულობით თვით ორბანსაც ხვდება და ამბობენ, რომ ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქსფორდიდან იცნობენ, სადაც ერთ დროს სწავლობდნენ. სხვათა შორის და ამასაც გიყვებოდით ადრე, ალფეევს კიდევ უფრო კარგად იცნობენ ჩვენში. პატარა ბიჭი იყო, როცა ილია მეორესთან სტიქაროსნობდა. პატარა სტიქაროსანი გაიზარდა და გახდა PSB-ს რელიგიური დანაყოფის მეორე კაცი. და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტი შიო მუჯირი ილია მეორემ ხელნაწერი ბრძანებით მოსაყდრე დანიშნა. ამბობენ, რომ მოსკოვის მითითება ამის შესახებ სრულიად მკაფიო და გასაგები იყო და ერთმნიშვნელოვანი, ერთსახელიანი. ცოტა კი გაგვიგრძელდა ახლა შესავალი პედოფილიასა და არჩევნებზე და რით დავიწყეთ? ხო, ბუდაპეშტში უყვართ ბიჭები და პროჭორვილელები. და ყოველთვის მოელიან ისე დიდებულ სტომარს, როგორც კობახიძეა. ამასაც განა სხვა გზა აქვს. აშგაბადია ბუდაპეშტი. და თქვენ რომელს აერჩევდით? ხო, ეგეც ალბათ ბუდაპეშტს აერჩევს და ერთ ვიზიტს კიდევ მოსწრებს. 15 მარტს უნგრეთს ეროვნული დღესასწაული აქვს და მარტივად შეიძლება ალბათ მოწვევის მიღება. უფრო შორი პერსპექტივისთვის კი გადადება არ ღირს. 12 აპრილს თუ ორბანი გადააგდეს, ეგ ბუდაპეშტიც ისევე დაეხურება ბორიას ხელისბირს, როგორც ლონდონი, ვარშავა, ბერლინი და ჰელსინკი.